მოდი ვნახოთ, როგორი იქნება ნოემბრის თვე ვერძებისთვის. სანამ გაშლას დავიწყებ, გადაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს, ვინც იცი, რომ არის ვერძის ნიშნის წარმომადგენელი. და დავიწყოთ გაშლა. რა სიახლეები შემოვა შენს ცხოვრებაში ნოემბრის თვეში, რა წავა და რა არის შენთვის რჩევა. ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის არის ინფორმაცია, რომ ნოემბრის თვეში შემოვა შენს ცხოვრებაში ძალიან დადებითი ემოციები. მოხდება რაღაც ისეთი, რასაც ძალიან დიდი ხანია შენ ელი, რასაც ძალიან დიდი ხანია ნატრობ და ეს ყველაფერი ძალიან გაგახარებს და ძალიან დიდ დადებით და პოზიტიურ ემოციებს მოგიტანს. ნახოთ რა წავა შენი ცხოვრებიდან. შენი ცხოვრებიდან წავა ისეთი ადამიანები, რომლებიც თითქოს გთვლიან სუსტ ადამიანად და ვინც თითქოს მუდმივად გეხმარება, მხარს გიჭერს და შენ შეამჩნევ, რომ შენ თავად გაქვს ძალიან დიდი რესურსი, ფინანსური ენერგიის გამომუშავების და მიხვდები, რომ შენ აღარ გჭირდება დიდი სხვა ადამიანების მხარდაჭერა, დახმარება და შენ ცხოვრებაში შემოვა შეგრძნება, რომ ხარ ძალიან დამოუკიდებელი და ძლიერი. და აუცილებლად უნდა წავიდეს ის მხარდაჭერა, რომელსაც სხვებისგან გრძნობ, რადგან სწორედ ეს მხარდაჭერის წასვლა და სხვების დახმარება, რომელსაც შენ იღებდი, არ გაძლევდა საშუალებას, რომ შენ ფინანსურად განვითარებულიყავი და შენი სტაბილური შემოსავალი გქონოდა და ფიქრობ, რომ ის იქნება სწორედ საწყისი იმ წერტილის, როდესაც შენ გახდები ფინანსურად დამოუკიდებელი. რჩევა არის ის, რომ იყავი გულწრფელი, ენდეს სამყაროს, იმიტომ რომ სამყარო ისმენს შენს ყველაზე წრფელ ოცნებებს, მაღალძალებს ეს ყველაფერი ესმით შენი ლოცვა და შენი სურვილები და აქედან გამომდინარე არ იგრძნო თავი უმწეოდ, მარტოდ, შეშინებულად, ან დაუცველად პირიქით სამყარო გვერდში გიდგას, გეხმარება, გაძლევს ძალიან ბევრ შანსებს და ეს ყველაფერი გამოიყენე. სულ ეს იყო, რითიც თქმაც მინდა და ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, თუ ეს ვიდეო შენთვის საინტერესო იყო და გაქვს კითხვები შენს მომავალთან დაკავშირებით, არა მარტო ნოემბრის თვეზე, არამედ მთელი წლის პროგნოზი, თუ არის შენთვის საინტერესო, მაშინ მომმართე პირად სესიებზე და ერთად გავარკვიოთ რა გელოდება მომავალში. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ. მოდი ვნახოთ რა ელის კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ნოემბრის თვეში. გადაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს, თუ არიან კუროს ნიშნის წარმომადგენლები და მე დავიწყებ გაშლას. მოდი ვნახოთ რა შემოვა ნოემბრის თვეში შენს ცხოვრებაში, რა წავა და რა არის რჩევა შენთვის. ნოემბრის თვეში შენს ცხოვრებაში შემოვა ძალიან თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. შესაძლოა ამ დროს გააქტიურდნენ შენი ძველი ნაცნობები, მეგობრები, ის ვისაც შენ ძალიან დიდი ხანია იცნობ და რომელიც გაგახსენებ შენს ბავშვობას და შემოვა მოკლედ ძალიან თბილი ენერგიები. ასევე შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი შენს ცხოვრებაში თუ მარტო ხარ, რომელიც გაგრძნობინებს თავს პატარა ბავშვად და პატარა ბავშვით ბედნიერი იქნები მის გვერდით. და შენში ძალიან გაიზრდება ის ნოსტალგია და დადებითი ემოციები, რომელიც გაქვს ხოლმე წარსულის მიმართ. რა უნდა წავიდეს? უნდა წავიდეს გულის ტკენა, შესაძლოა ახლო პერიოდის განმავლობაში შენ გამოცადე ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი იმედგაცრუება, დანაკარგი. თითქოს იყო შენ ცხოვრებაში რაღაც ურთიერთობა, რომელმაც შენი გული ორად გაგლიჩა, რომელმაც ძალიან გადგინა და დაგაკარგვინა სიყვარულის სიმედი და აი ზუსტად ეს ადამიანი შემოდის შენ ცხოვრებაში, რომ შენ ისევ აღიდგინო ეს ენერგიები, ისევ დაუბრუნდე საკუთარ თავს, ისევ ირწმუნო მომავლის, სიყვარულის, ბედნიერების და მოკლედ ეს ყველაფერი აუცილებლად წავა
ნოემბრის თვეში და შემოვა ძალიან ლამაზი და კარგი ენერგიები. მოდი ვნახოთ რა არის რჩევა შენთვის. რჩევა შენთვის არის ის, რომ შეინარჩუნე წონასწორობა, ბალანსი, რომ სამყარო შენ გიმზადებს ძალიან კარგ რაღაცეებს და ზოგადად ცხოვრება ისეთია, რომ არც ბედნიერება გრძელდება დიდხანს, არც უბედურება, ხო? შესაბამისად, ყველა ტკივილი წავა, ყველა შიში წავა, ბედნიერებაც მოვა და გქონდეს შეგრძნება ნებისმიერი მოვლენის მიმართ, რომ აი ესეც გაივლის. ეხლა გამახსენდა უცებ სოლომონ მეფის ბეჭედი და თითქოს რჩევა არის ის, რომ იცოდე, რომ ყველა ტკივილი გაივლის და ბედნიერება მოვა, მაგრამ არც ეს ბედნიერება იქნება მარადიული, ამიტომ დატკბი იმ კარგი მომენტებით, რომელსაც ნოემბრის თვე მოგიტანს და მოკლედ ნოემბრის თვე იქნება ძალიან ტკბილი და სასიამოვნო შენთვის და არ გამოტოვო ეს შანსი და არ გამოტოვო ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა. სულ ეს იყო, რაც შემიძლია მეთქვა ყუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. წინ ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ. თუ გაქვს კითხვა შენს მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ამ გაშლაში ვერ უპასუხე, მაშინ მომწერე პირად სესიებზე და როგორც შევძლებ დაგეხმარები, შემიძლია ასევე მოგცე როგორც მთელი წლის პროგნოზი, ასევე ერთი თვის პროგნოზი, რომელიც იქნება ინდივიდუალური და შენზე მორგებული. აბა შენს წარმატებებს გისურვებ. მოდი ვნახოთ ნოემბრის თვე ტყუპის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ მეგობრებში გყავს ტყუპები, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მე ვიწყებ გაშლას. პირველი კითხვა, რა შემოვა შენს ცხოვრებაში ნოემბრის თვის განმავლობაში, რა წავა შენი ცხოვრებიდან და რა არის რჩევა შენთვის. რაღაც ეს არკანებიც ამომივარდა, ამიტომ აქვე დავამატებ და აღარ ჩავაბრუნებ. მოდი ვნახოთ რა შემოვა. ტყუპებისთვის ნოემბრის თვე იქნება რაღაცეების გააზრების, გაცნობიერების მომენტი. შენ შეძლებ, რომ ძალიან ბევრ საკითხს რაღაც ახალი თვალით შეხედა, უფრო მომწიფებული, უფრო დაღვინებული თვალთახედვით. თითქოს შენში შემოდის ძალიან გამჭრიახი გონება გაქვს ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან გამჭრიახი აზროვნება. თუ რაიმე გადაწყვეტილების წინაშე დგახარ და დადგები ამ თვის განმავლობაში, აუცილებლად მიიღე ეს გადაწყვეტილება ნოემბრის თვეში და მიიღე ეს გადაწყვეტილება შენი გონებით, იმიტომ რომ ძალიან კაფეოა ამ თვის განმავლობაში შენი ხედვა და ძალიან სწორად აღიქომ სიტუაციებს და დიდი ალბათობა იმისა, რომ შენ მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილებები შენ ცხოვრებასთან დაკავშირებით ამ თვის განმავლობაში. რა მიდის? მიდის ის შინაგანი ქაოსი, რომელიც შესაძლოა გქონდა შენს გონებაში, როდესაც ვერ იღებდი გადაწყვეტილებებს, თითქოს ძალიან გიჭირდა კავშირის პოვნა შენს შინაგან სამყაროსთან და შენში იყო ძალიან ბევრი შფოთვა და რაღაც შიშები. ვერ ჩადიოდი მოკლედ იმ დონეზე შენს ქვეცნობიერში და ვერ იღებდი გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და ეს პროცესი უნდა წავიდეს და შენ დაინახავ ყველაფერს ძალიან მკაფიოდ ამ თვის განმავლობაში, დაინახავ შენს მომავალს და დაინახავ სწორ გზას. რჩევა არის ის, რომ შენი ენერგია, რომელიც ამ თვის განმავლობაში გექნება, გამოიყენე შენ. არ მისცე ადამიანებს უფლება გაგიფანტონ გონება და დაგატანინონ რაღაც უმნიშვნელოზე და მეორე ხარისხოვანზე, იმიტომ რომ ეს თვე არის მთლიანად შენი და შენ ეს თვე უნდა დაუთმო შენს დიდ მიზნებს და შენს ოცნებებს და არის შანსი, რომ შენ ამ თვის განმავლობაში მიიღო ძალიან დიდი აღიარება და ძალიან დიდი პატივისცემა საზოგადოებისგან და ადამიანებისგან, ვინც შენს გარშემო არიან და თითქოს სამყარო და კარმა მთლიანად შემხარეს
ტრიალდება და ის გადაწყვეტილება, რომელზეც ვისაუბრე, ხო, თითქოს სამყარო გააძლევს საშუალებას, რომ შენ აირჩიო შენი მომავალი, საით წარმართავ და აქ არის ორი რადიკალური მხარე. ან შენ აირჩევ საკუთარ თავს და შენი ნოემბერი იქნება მთლიანად შენს წარმატებას, შენს დიდებას მოხმარდება, ან საშუალებას მიცემ სხვა ადამიანებს, რომ წაიღონ შენი დრო, მოიპარონ შენი დრო, ენერგია და შესაბამისად შენ ისევ დანაკარგში აღმოჩნდები და იმედგაცრუებული, თუმცა მე აღვხედავ, რომ შენ ხარ ისეთ ლეველზე უკვე და ისეთი ტიპაჟი ხარ, რომ არავის არ დაუთმობ შენს ენერგიას და არავის არ მიცემ უფლებას, რომ გამოგიყენოს, ხო? და შენ იცი საკუთარი თავის ფასი, შენ იცი საკუთარი რესურსების ფასი და შენ მოახმარ საკუთარ თავს იმ ენერგიას, რომელიც გაქვს და ეს ძალიან დიდ წარმატებამდეც მიგიყვანს. მოკლედ, სულ ეს იყო ორი სიტყვაც მინდოდა თქვენთვის. თუ ეს გაშლა შენთვის საინტერესოა, შენზე რეზონირდა, გაქვს კითხვები შენს მომავალთან დაკავშირებით, მაშინ გელოდები პირად სესიაზე და უფრო დეტალურად ჩავშალოთ შენი ამბები. მოგესალმებით, კირჩხიბებო, ეს გაშლა არის თქვენთვის, ასევე თუ მეგობრებში ყავს კირჩხიბი, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მე ვიწყებ გაშლას. რა შემოვა შენს ცხოვრებაში ნოემბრის განმავლობაში, რა წავა შენი ცხოვრებიდან და რა რჩევას გაძლევს სამყარო. რა შემოვა შენს ცხოვრებაში? შენს ცხოვრებაში შემოვა და გაიხსნება რაღაც შინაგანი ძალები და რაღაც რესურსები, რაღაც ნიჭი, რაც ადრე იყო ჩაკეტილი და რასაც შესაძლოა საკუთარ თავში ვერ ხედავდი. შენ გადადიხარ ცხოვრების ახალ ეტაპზე, აქედან გამომდინარე სამყარო გასაჩუქრებს უფრო ღრმა ინტუიციით, უფრო მეტი ცოდნით, უფრო მეტი უფრო მეტი, როგორ თქვა, უნარით, რომ გაიგო დაფარული და გაიგო ისეთი რაღაცები, რაც და ისეთი ინფორმაციები, რაც შეიძლება სხვა ადამიანებისთვის იყოს მიუწვდომელი და შენში ძალიან დიდი ინტუიცია და ცოდნა იხსნება ნოემბრის თვის განმავლობაში. ნახოთ რა წავა. წავა ამ თვის განმავლობაში შეგრძნება, რომ მე გავცემ ენერგიას, მაგრამ უკან არაფერი მიბრუნდება. თუ შენ გაქვს ეს განცდები, თუ შენ ხარ ჩართული ურთიერთობაში უფრო მეტად, ვიდრე შენი პარტნიორი, თუ შენ მუდმივად ხარ გაცემის რეჟიმში, ამარაგებს სხვა ადამიანებს ენერგიით, ეხმარები, მხარს უჭერ, მაგრამ თუ შენ არ მოგდის ეს საპირისპირო ენერგიები და ვერ იღებ ადამიანებისგან იგივეს, შენ დაიწყებ იმ ყველაფრის გააზრებას, რომ შენ უნდა დაიცვა შენი რესურსები, შენ ისწავლი შენი რესურსების დაცვას და სწორად გამოყენებას. ისე გამოყენებას, რომ დაეხმარო შენ თავსაც და დაეხმარო სხვა ადამიანებსაც ჩვენს გარშემო. აქ შეიძლება მიყურებდნენ ისეთი ადამიანები, ვინც არიან კონსულტაციის სფეროში, არიან ფსიქოლოგები, კოუჩები. ან რაღაცნაირად ეხმარებიან ადამიანებს. რჩევა არის ის, რომ ზედმეტად ჩაიკეტები შენს თავში. აქ არის შანსი, რომ როდესაც შენი ქვეცნობიერიდან წამოვა ინფორმაცია, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის წამოსვლა, აქ შეიძლება ასევე წამოვიდა შენი შინაგანი შიშები და მოგიწიოს საკუთარ თავთან ბრძოლა, საკუთარ შიშებთან ბრძოლა. აქ კარგი იქნება თუ დახმარებისთვის მიმართავ ვინმეს, იმისთვის, რომ დაგეხმაროს ამ ინფორმაციის გადახარშვაში, გაფილტრაში და იმ ტრანსფორმაციის გავლაში, რომელიც შენ გელოდება ნოემბრის თვეში, იმიტომ რომ შენ რაღაც ძალიან დიდ ნაბიჯს გგავ, ეს ნაბიჯი არის შინაგანი, პირველ რიგში ეს არის შინაგანი ტრანსფორმაცია და შესაძლოა საწყის ეტაპზე შენ ცოტა დაბნეული იყო და ვერ ირკვეოდა იმ ახალ ენერგიებში, რომელიც შემოვა შენში. შესაძლოა შეგეშინდეს ამ ენერგიის, შეგეშინდეს ამ ძალის მაგრამ ეს შეგრძნებები არის ბუნებრივი და ითხოვე დახმარება მიმართე ისეთ ადამიანს, ვინც უკვე იცის ეს ყველაფერი, ვინც უკვე ფლობს ამ ძალას, ამ ენერგიას და შეუძლია ეს ყველაფერი სწორად მართოს და გამოიყენოს ადამიანების დასახმარებლად. მოკლედ ამ თვეში შენში ძალიან დიდი ენერგია და რესურსები იხსნება, გილოცავ ამ ყველაფერს. თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია, მაშინ გელოდები პირად სესიებზე და უფრო უკეთესად ჩავშალოთ ეს ყველაფერი და გავარკვიოთ ის თუ რა გილოდება მომავალში.
ალბათ შენიც წარმატებებს გისურვებ. ნოემბრის თვის პროგნოზი ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ გყავს მეგობრებში ლომის ნიშანი, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მე ვიწყებ წაკითხვას. პირველი არის, რა შემოვა შენს ცხოვრებაში ნოემბრის თვეში. ნოემბრის თვეში შენ გელოდება კარმის შემოbrunება. თუ რამე კარგი გაგიკეთებია ცხოვრებაში, ეს ყველაფერი დაგიბრუნდება ნოემბრის თვეში რადებითი კუთხით. და იგივე თუ რამე ცუდი გაქვს გაკეთებული, ამის შედეგებსაც აუცილებლად მოიმკი ნოემბრის თვეში. შენ ხარ პიროვნება, რომელსაც მოუწევს, რომ დაინახოს საკუთარი თავი ამ თვის განმავლობაში, საკუთარი რეალობა. თუ შენ გაქვს მოკლედ ძალიან მდიდარი, საინტერესო შინაგანი სამყარო, ვერ აფასებ შენს თავს, მაშინ შენ ამ თვის განმავლობაში დაინახავ საკუთარ თავში ძალას და იმ რესურსებს, რომელსაც შესაძლოა აქამდე ვერ ამჩნევდი. მოკლედ, ამ თვეში შენ სარკისებრულად ირეკლავ რაღაცნაირად ყველაფერს, რაც აქამდე საერთო ცხოვრებაში გაგიკეთებია და ყველაფრის შედეგი მოვა ამ თვეში. რაც შეეხება რა წავა შენი ცხოვრებიდან, შენი ცხოვრებიდან წავლენ ის ადამიანები, რომლებიც ისედაც წასასვლელები იყვნენ, რომელთან ურთიერთობაც იყო საკმაოდ რთული, თითქოს მუდმივად გიწევდა ამ ხალხს რაღაცნაირად გაკიდებოდი, ახარჯავდი ენერგიას და მერე საბოლოოდ მაინც მიდიოდნენ ეს ადამიანები და ამ თვის განმავლობაში შენ ცხოვრებაში შემოვა რაღაცნაირად სტაბილურობა, ხო? წავლენ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან სამართლიანი თუნდაც შენთან მიმართებაში, შენთან ურთიერთობაში, ვინც ვერ გიბრუნებენ ის ემოციას ან რესურსებს, რომელსაც შენ მათთან გასცემ. დარჩევა არის ის, რომ შეამჩნიე კარგი რაღაცები შენ ცხოვრებაში. შესაძლოა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადე წინა თვეებში და ძალიან დიდი სირთულეები, მაგრამ სამყაროს აქვს შენთვის ძალიან კარგი საჩუქარი და არის შანსი, რომ ეს საჩუქარი შენ რაღაცნაირად გამოგეპაროს იმის გამო, რომ შენ იქნები კონცენტრირებული დანაკარგზე და არა შენაძენზე, თუმცა ამ თვეში არის ძალიან კარგი შენაძენი, ეს შეიძლება იყოს ადამიანის სახით, ურთიერთობის სახით, ემოციის სახით, ან სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს შენს ცხოვრებაში. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის ნოემბრის თვის პროგნოზთან დაკავშირებით. თუ საინტერესოა შენთვის ეს ვიდეო, მაშინ გამოიწერე ჩემი არხი და გელოდები პირად სესიებზე, რათა უკეთესად გავარკვიოთ შენი მომავალი და მოგცე უფრო ზუსტი შენზე მორგებული ინფორმაცია. მოგესალმებით ქალწულებო, ეს არის ნოემბრის თვის პროგნოზი ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ მეგობრებში ყავს ქალწული, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მივიწყებ გაშლას. რა შემოვა შენს ცხოვრებაში ნოემბრის თვეში? რა წავა და რა არის რჩევა შენთვის სამყაროდან? შორის საკმაოდ საინტერესო გაშლა, თუმცა შეიძლება ცოტა რთული იყოს შენთვის ემოციურად ეს თვე. მე აქ ხედავ, რომ ნოემბრის თვის განმავლობაში შენ ცხოვრებაში დაბრუნდება ადამიანი წარსულიდან. ადამიანი, რომელმაც ძალიან გადკინა გული, რომელმაც მიგატოვა, რომელმაც გიღალატა და ვერ დაგაფასა, ასე ვთქვათ, თავის დროზე, ეს ადამიანი ბრუნდება შენ ცხოვრებაში, თუმცა ეს დაბრუნება არის როგორც გამოცდა შენთვის. აპატიებ და მიიღებ თუ არა ამ ადამიანს ისევ. და აქ თითქოს შენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს ის ტკივილები, რომელსაც შენ გრძნობდი ამ ადამიანის მიმართ. ის ყველაფერი დანაშაულის შეგრძნება თუნდაც, რომელიც მან მოგიტანა, ის შიში და მუდმივი მოლოდინის პროცესში, რომელშიც ეს ადამიანი გამყოფებდა. ამ ადამიანის დაბრუნება რაღაცნაირად შენთვის იქნება გაკვეთილი, რომ თურმე შენში არ ყოფილა სინამდვილეში პრობლემა და ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ტოქსიკური თვისება და რეალურად
ეს შენ არ გეხება და არ გაზიანებს. რაღაცნაირად ამ ადამიანის დაბრუნება შენ მოგიტანს განკურნებას და მოგიტანს შინაგან სიმშვიდეს. რჩევა არის აქ ის, რომ ყველაფერი რაც გტკენს და ყველაფერი რაც გაზიანებს გავუშვი წარსულში, რადგან შენ გაქვს ძალიან კარგი ენერგია, ძალიან დადებითი ენერგია და შეგიძლია ამ ენერგიით მოკლედ ძალიან ბედნიერი იყო და ძალიან კმაყოფილი იყო. შენ შეგიძლია მიაღწიო ისეთ მდგომარეობას და ისეთ ემოციურ სტაბილურობას, რომელიც მოგვიანებით შენ ასევე შემოგიტანს ძალიან კარგ ფინანსებს და ძალიან გაგაბედნიერებს. და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი დარჩება შენ ცხოვრებაში თუ წავა. უბრალოდ ეს დაბრუნება შენ რაღაცნაირად მოგიტანს განკურნებას და მოგიტანს ძალიან დიდ შინაგან შვებას. თუმცა აქ რჩევა არის ის, რომ ნუ დაბრუნდები იმაში, სადაც უკვე ერთხელ გეტკინა, გააგრძელე გზა, რადგან შენ გაქვს ყველანაირი რესურსი ბედნიერებისთვის. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა შენთვის, თუ შენთვის საინტერესო იყო ეს გაშლა, გამოიწერე ჩემი არხი და გელოდები პირად სესიებზე უფრო დეტალური ინფორმაციისთვის. ნოემბრის თვის პროგნოზი სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. მოდი ვნახოთ, რა შემოვა სასწორების ცხოვრებაში ნოემბრის თვეში, რა წავა და რა არის მისთვის რჩევა. თითო არკანი კიდე დავამატა, იმიტომ რომ ისეთი არკანები ამოვიდა, რომელიც ზუსტ ინფორმაციას არ მაძლევდა და რომელიც იყო ძალიან ზოგადი, მაგრამ ახლა ამოდის ძალიან ზუსტი ინფორმაცია. მოკლედ, გადაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს, თუ ყავს ვინმე სასწორის ნიშნის წარმომადგენელი და მე ვიწყებ გაშლას. ნოემბრის თვეში შენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან დადებითი და პოზიტიური ემოციები. თუ შენ გიჭირდა გადაწყვეტილების მიღება წინა თვეებში, ნოემბრის თვეში შენ მიიღებ შენ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ მთლიანობაში წარმართავს შენს ცხოვრებას. და ეს შენი გადაწყვეტილება მოგიტანს ძალიან დიდ სიხარულს, ძალიან დიდ ბედნიერებას, ახალ გზას და მთლიანობაში ძალიან წარმატებულ ცხოვრებას და ემოციურ სტაბილურობასაც რა თქმა უნდა. რა წავა? წავა შენი მერყეობა, შიში, გადადება რაღაცების, რომ აი მე მივიღებ გადაწყვეტილებას, მე გავაკეთებ. თუნდაც ფინანსური არასტაბილურობა, თუ შენ არ გქონდა ისეთი ფინანსები, რომელთაც შენ შეძლებდი, რომ გემოგზაურა მაგალითად, ან რაღაც ისეთი ნაბიჯები გადაკიდგა შენ ცხოვრებაში, ცოტა რადიკალური, ხო? და თითქოს თუ გრძნობდი, რომ ერთ ადგილას იყავი გაყინული, ესეც აუცილებლად უნდა წავიდეს და შენ უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და შენ უნდა აიღო მთლიანად პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე, შენს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ წარიმართება შენი ცხოვრება მომავალში. რჩევა არის ის, რომ შენი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აი რენდომ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო რა, რომ აი რაც იქნება, იქნება სულ ერთია. შენი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შენს მომავალ ბედნიერებას და სიხარულს. და თუ შენს გადაწყვეტილებაში ხედავ ამ ყველაფერს, ხედავ რომ ეს მართლა ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანს, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა მე აქ უკვე ვხედავ რაღაცნაირად, რომ შენ გაქვს საკმარისი ემოციური ინტელექტი და შინაგანი მზაობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ შენ ცხოვრებაში არის უკვე რაღაცები მომწიფებული. პირველ რიგში შენი ფსიქიკა არის ძალიან მომწიფებული იმისთვის, რომ შენ შეძლო და აიღო პასუხისმგებლობა მთლიანად შენს ცხოვრებაზე და შენს ბედნიერებაზე. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ შენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი, ხოლო თუ კიდევ გაქვს კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, გელოდები პირად კონსულტაციაზე. ვაგრძელებთ ნოემბრის თვის პროგნოზი მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ ყავს მეგობრებში მორიელი, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მე ვიწყებ გაშლას. რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში ნოემბრის თვეში? რა წავა შენი ცხოვრებიდან? და რა არის რჩევა შენთვის? მორიელების ცხოვრებაში
ნოემბრის თვეში შემოვა რაღაც ახალი გზა, ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებს რაღაც ძველ სიტუაციებს შენს ცხოვრებაში. შემოვა ისეთი რეალობა, სადაც შენ მოგიწევს ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და თითქოს შენს ცხოვრებაში აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც იყო აქამდე. შენ მოგიწევს ძალიან დიდი ცვლილებები განახორციელო არა მხოლოდ მატერიალურ დონეზე, არამედ შენ შინაგან სამყაროში. მოგიწევს პირველ რიგში საკუთარ თავში შეცვალო ძალიან ბევრი რაღაც და ეს ყველაფერი შემდეგ გახდება ანარეკლი ცვლილებების სამყაროში. რა მიდის შენი ცხოვრებიდან? მიდის შეგრძნება ან რაღაცნაირი კომფორტი, რომ თითქოს შენ გაქვს რაღაც ძალიან დიდი სურვილები და თითქოს ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება კომფორტის ზონაში. თითქოს რაღაცების მიღება და მოპოვება შეიძლება დანაკარგის გარეშე. შენ უნდა გააცნობიერო ეს ყველაფერი, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და თუ შენ გაქვს ძალიან დიდი მომავალი, ძალიან დიდი მიზნები ცხოვრებაში, ამ ყველაფერს აქვს თავისი საფასური და ეს არ იქნება სუნთლად ისეთი კომფორტული შენთვის, როგორც წარმოგიდგენია, მოგიწევს სირთულეების გავლა, მოგიწევს ეკლიანი გზის გავლა, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს იმ შედეგებად, რომელსაც შენ მიიღებ. და ის, რასაც მიიღებ, ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ გარეგნული მატერიალური მონაპოვარი. პირველ რიგში ეს არის შენი შინაგანი მონაპოვარი და ძალიან დიდი შინაგანი სიმშვიდე და სიმსუბუქე შემოვა შენ ცხოვრებაში, როდესაც ესე ჩაივლი და გაატარებ ნოემბერს და როდესაც გაივლი იმ გზას, რომელიც გაქვს გასავლელი და რომელსაც სამყარო გიმზადებს. და აქ რჩევაში ამოდის, რომ კენწეროში გატკბილდებაო ზუსტად ესეთი სიტუაცია, რომ შეიძლება შენი გზა იყოს რთული, შეიძლება იყოს ეკლიანი, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს, რადგან ის, რაც ამ გზის ბოლოს გელოდება, არის შეუფასებელი. ძალიან დიდი შინაგანი ბედნიერების განცდა, კმაყოფილების განცდა და შენ თავს იგრძნობ ბევრად უფრო მაღლად და ბევრად უფრო განვითარებულად, ვიდრე სხვა ადამიანები შენს გარშემო. აქ არ გულისხმობ, რომ ეს არის ქედმოღლობა, სიამაყე, არა, პირიქით. აქ არის ძალიან ჯანსაღი განვითარება და შეგრძნება, რომ შენ რაღაცეები მოიპოვე, რაღაცეები შეძელი და ძალიან ბევრ ადამიანზე, ვინც შენს გარშემო არიან, მათზე მაღლად გახარ რაღაცით. მოდი ერთ არკანს კიდე დავამატებ შენთვის. კი, აი აქაც ამოდის, რომ თუ შენ გაქვს რაიმე ფინანსური დანაკარგია ნოემბრის თვეში გექნება ეს ყველაფერი შენი რაღაცა ფინანსური სტაბილურობა და მოცემულობა ინგრევა სწორედ იმიტომ, რომ აშენდეს რაღაც ახალი, ნუ შეუშლი ხელს დასასრულს, ნუ შეუშლი ხელს, რომ გაიწმინდოს შენი ენერგიები, რომ გავიდეს ძველი, რადგან ის სიცარიელე, რომელიც ამ ძველის წასვლის შემდეგ დაისადგურებს შენში და შენს ცხოვრებაში, შეივსება რაღაც ძალიან კარგით და რაღაც ძალიან ლამაზით იმ საჩუქრით, რომელსაც შენ სამყარო გიმზადებს. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა მორიელებისთვის, თუ გაქვს კითხვები, მომწერე პირად სესიებთან დაკავშირებით. ალბათ შენ იცი წარმატებებს გისურვებ. მოგესალმებით მშვილდოსნებო, ეს არის ნოემბრის თვის პროგნოზი მშვილდოსნებისთვის, თუ ყავს მეგობრებში მშვილდოსანი, აუცილებლად გადაუზიარეს ვიდეო და მე დავიწყებ გაშლას, რა შემოუშენ ცხოვრებაში ნოემბრის თვეში, რა წავა და რა არის შენთვის რჩევა სამყაროსგან. ნოემბრის თვეში შენ ცხოვრებაში მოგიწევს მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააკეთა მნიშვნელოვანი არჩევანი. ეს არჩევანი უფრო მეტად უკავშირდება შენს გრძნობებს, ემოციებს. საჭიროა გამოემშვიდობო რაღაცას, რაც შენ ბოლომდე არ გავსებს და არ გაძლევს ბედნიერების შეგრძნებას. ეს შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი ან რაღაც ნოსტალგიური მოგონებები, რომელიც უკვე დასრულებულია, მაგრამ შენ საკუთარ თავში თითქოს ვერ ასრულებ და სანახევროდ მაინც ინახავ ამ ყველაფერს. აუცილებლად უნდა წავიდეს ეს,
იმიტომ რომ შენ ცხოვრებაში შემოვიდეს რაღაც ახალი. აქ არის შანსი, რომ შენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან დიდი შინაგანი ბალანსი, როგორც კი გაუშვებ იმ რაღაც ძველს და შენ იგრძნობ თავს ძალიან კმაყოფილად იმ ცხოვრებით, რომელშიც ხარ. არ აქვს მნიშვნელობა ამ თვის განმავლობაში ვინ მიყურებს მარტოსული ადამიანები თუ პარტნიორთან ერთად მყოფები თუ თვითკმარები, ვინც არ უნდა იყოთ. აქ ხედავ, რომ შენ მოიპოვებ შინაგან ბალანსს და ძალიან დიდ კმაყოფილებას. მაგრამ აქ ასევე რჩევაში ამოდის, რომ ეცადე გაუშვა მთლიანად წარსული, რადგან ძველმა მოგონებებმა და ისტორიებმა ძალიან დიდი შანსია, რომ შენი აწმყოც რაღაცნაირად გააფუჭოს და ის სიამოვნება და კმაყოფილება ვერ მიიღო და ვერ შეირგო ბოლომდე, რაც ამ თვის განმავლობაში გელოდება. ამ თვის განმავლობაში ახალი ენერგიები გეხსნება და სწორედ ამიტომ საჭიროა ძველი ტკივილი გაუშვა და თავიდან დაიწყო ცხოვრება. თითქოს ახალ შანსს გაძლევს ამ თვის განმავლობაში სამყარო, რომ ნულიდან დაიწყო ყველაფერი და დაიწყო პოზიციიდან, სადაც შენ პირველ რიგში ხარ თვითკმარი ადამიანი, ვისაც აქვს ყველაფერი ცხოვრებაში, სადაც შენ იცი შენი თავის ფასი, შენი თავის ღირებულება და აი სწორედ ამ პოზიციით შეხვიდე ან ურთიერთობებში, ან კომუნიკაციაში და ასე შემდეგ. რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ თუ ძველი ჭრილობები არ გექნება შუშებული, თუ გაქვს თვითშეფასების პრობლემები და ამ ტვირთით გააგრძელებს სიარულს, მომავალ ურთიერთობებშიც და კომუნიკაციებშიც და ყველაფერში, მოკლედ ხელში გიშლის ეს ყველაფერი. ეს თუ მოგცემს შანსს, რომ შენი ძველი ტრამვები დაამუშაო და აუცილებლად გამოიყენე ეს შანსი. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. თუ გაქვს კითხვები, რომელზეც ამ გაშლის პასუხი ვერ გაგეცი, გელოდები პირად სესიაზე. აბაშენიცი წარმატებებს გისურვებ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თხის რქებო, ვისაც ყავთ მეგობრებში თხის რქის წარმომადგენელი აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო და მე ვიწყებ გაშლას. რა გელით ნოემბრის თვეში თხის რქებს, რა შემოვა, რა წავა ამ თვის განმავლობაში და რა არის რჩევა შენთვის სამყაროდან. ძალიან მაგარი თვე გექნებათ. აქ იგრძნობა, რომ ნოემბრის თვეში შემოვა შენში ძალიან დიდი სიბრძნე, ძალიან დიდი ცოდნა. შენ შეძლებ, რომ ყველაფერს შეხედო ძალიან ზრდასრული ადამიანის თვალიდან, სადაც შენ სრულად ხედავ შენს გზას, რაღაცების გადაფასებას იწყებ, ყველა სირთულე, რაც კი ცხოვრებაში გაგივლია, თითქოს შენ ხედავ მიზეზ შედეგობრივ კავშირებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში და შენ იწყებ შენი რაღაცა დიდი მიზნის, დიდი მომავლის დანახვას, რომელიც შენ კარმულად გქონდა დაბადებიდანვე. ეს მისია, რომ განგეხორციელებინა და აი ამ ცოდნას ხსნი ნოემბრის თვის განმავლობაში. შენ უკვე ცხოვრების იმ საფეხურზე გადახვედი, სადაც დაბრკოლება შენთვის აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე, ხო? ეს დარჩენილი გზა, რომელიც გასავლელი გაქვს, არის ბევრად უფრო ნათელი, ბევრად უფრო სასიამოვნო და კომფორტული, რადგან შენ ყავს ნაპოვნი საკუთარი თავი პირველ რიგში და ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი შენს ცხოვრებაში. მიდის ასევე დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მატერიალური ფორმის, შეიძლება ეს იყოს ცდუნებები, ტოქსიკური ადამიანები, არაჯანსაღი გარემო, რომელშიც შენ შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გიწევდე ცხოვრება, სწორედ იმიტომ, რომ აი ეს სულიერი გაკვეთილები უნდა მიგეღო. სამყარო გააბნევა, რომ შენ ყველაფერი ძალიან კარგად ისწავლე, ძალიან კარგად გააცნობიერე და დროა უკვე ეს ტოქსიკური გარემო ადამიანები და ყველაფერი, რაც შენ ხელს გიშლის წინსვლაში გაუშვა და შენ გააგრძელო გზას შენი განვითარებით, შენი ტემპით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. რჩევაშიც ამოდის, რომ შენ უკვე გაქვს კავშირი შენს შინაგან და ნამდვილ სურვილებთან, შენ ეგოს ხაფანგებში აღარ ებმები, რომ აი ეხა ეს მინდა, ხვალ ის მინდა და აი დაბნეული აღარ ხარ რა, რომ შენ ღირებულებებში ხარ ძალიან ჩამოყალიბებული და ძალიან გათვითცნობიერებული. და შესაბამისად შენი ყველა სურვილი მოდის გულიდან და
გულიდან წამოსულ ყველა სურვილს სამყარო რა თქმა უნდა ყოველთვის ასრულებს და გასაჩუქრებს ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე წრფელი სურვილები და პირველ რიგში ეს არის შენი სულის გამოძახილი და ეს არ არის წამოსული შენი ეგოდან, ხო? და აქედან გამომდინარე სამყარო გეუბნება, რომ შენ ცხოვრებაში მოვიდა საჩუქრების პერიოდი და რადგან შენ ჩააბარე ყველა ის გამოცდა და ყველა ის ცდუნება, რომელიც მოგივლინა სამყარომ, გილოცავთ. ძალიან კარგი გაშლა ჩემი აზრით. დამიწერეთ კომენტარებში თქვენზე თუ რეზონირდება ეს ინფორმაცია. და თუ დაგშათ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ გელოდებით პირად სესიებზე. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ. მოგესალმებით, ძვირფასო მერწყულებო, ეს არის ტაროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის. როგორ იქნება ნოემბრის თვე თქვენთვის? რა შემოვა ნოემბრის თვეში, რა წავა და რა არის რჩევა შენთვის? თუ ყავს მეგობრებში მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო. და ვნახოთ, რა არის ის ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ. ამთვის განმავლობაში წავა შენი მიწიერი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. თუ შენ ზედმეტად, როგორც თქვა, პრაქტიკულად უყურებდი რაღაც საკითხს, რომ აი ვიმუშავებ მე და ლიჟბი ფული ვიშაო სხვა დანარჩენი ჩემთვის უნიშნელოა. თითქოს შენ ვეღარ შეძლებ რომ მომავალში აი ასე შეხედო სხვადასხვა საკითხებს და შენში იხსნება ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია, კრეატიულობა და შინაგანად უკვე გაქვს მოთხოვნილება რომ რაღაც რუტინული საქმე კი არა კეთო. აკეთო რაღაც ისეთი, რაც შენ შემოქმედებითად შეგავსებს, თუნდაც სადო კოლაბორაციები სხვა ადამიანებთან ერთად და უფრო მეტად შეხვიდე კომუნიკაციაში, რადგან მხოლოდ ფულზე ორიენტირება და ფულის მოპოვება შენ აღარ გავსებს და აღარ გაბედნიერებს და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა წავიდეს. მაშინაც კი თუ შენ გაქვს რაღაც სტაბილური სამსახური, სტაბილური შემოსავალი, აქ საქმე ეხება უფრო იმ ბედნიერების შეგრძნებას, რომელიც უნდა მოქონდეს საქმის კეთებას. თუ ეს არ გაქვს შენ, ესე იგი ეს ყველაფერი უნდა წავიდეს აუცილებლად და შემოდის რაღაც ახალი საქმე, რომელიც შეიძლება თავდაპირველად ფინანსურად არ იყოს ისეთი მომგებიანი, როგორც ის წინა, თუმცა აქ ძალიან დიდი კმაყოფილების შეგრძნება გექნება, ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება და ძალიან შეგავსებს მოკლედ ეს ყველაფერი რა. და რჩევაში ამოდის, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღე, პირველ რიგში სწორად გაანალიზე ყველაფერი, სწორად შეაფასე სიტუაციები, რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენს ცხოვრებაზე. თუ აქ საქმე ეხება ორ სამსახურს, ან კარიერის ცვლილებას, სამყარო გეუბნება, რომ აქ ძალიან კარგად დაფიქრდი. მოდი ერთი არკანი კიდე დავამატოთ, რომ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთო სიტუაცია. ნოემბრის თვეში შესაძლოა ხო ბევრი რაღაც ისეთი არაფრის მომცემი სიტუაცია შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. შეიძლება ეს ასევე იყოს სამსახური, რომელიც არც ისე უბრალოდ მიმზიდველად გეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში დანაკარგში წაგიყვანს ეს სამსახური და დიდად კომფორტულადაც ვერ იგრძნობ თავს. მოკლედ რაღაც არჩევანი სიტუაციები იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ არჩევანს გააკეთებ და ეს გავლენას მოახდენს მთელ შენს ცხოვრებაზე. მოდი ვნახოთ კიდევ ერთი რჩევა, რა უნდა იცოდე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც შენ მიიღებ, არ უნდა იყოს შიშიდან გამომდინარე. მაგალითად, აი თუ რაღაც შემოსავალი არ მექნება შემდეგ თვეში, რაღაცა ძალიან ცუდად ვიქნები, ამიტომ ჯობია დავრჩე იქ, სადაც ვარ, ხო? ანუ ესეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. შენი გადაწყვეტილება პირველ რიგში არ უნდა ემყარებოდეს შიშს და შენი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შენს შინაგან სურვილებს. არის რაღაც, რაში შენ უკვე ხარ წარმატებული და შეიძლება იყოს რაღაცა ჰობი, ან რაღაც ისეთი საქმე, რასაც
არ უყურებ სერიოზულად, მაგრამ სამყარო გეუბნება, რომ შეხედა სერიოზულად იმ საკითხს, სადაც არის შენი ძლიერი მხარეები. ძალიან ბევრი ადამიანი ამჩნევს შენს ძლიერ მხარეებს. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ორატორული ნიჭი აქვს, ვიღაცას, რა ვიცი, ეკვრის სიმღერის რაღაც ისეთი ნიჭი, რომელიც სცენასთან ასოცირდება, გამოსვლასთან, საუბართან, კომუნიკაციასთან. და თუ ასეთ ნიჭს განავითარებ საკუთარ თავში და აქედან დაიწყებ ფულის შეუნას, ძალიან კარგი იქნება ეს შენთვის. მოკლედ, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის. თუ დაგჭირდა საკითხები, რომელსაც მე ვერ უპასუხე ამ გაშლის განმავლობაში, მოდი ვნახოთ ნოემბრის თვის პროგნოზი თევზებისთვის. თუ ყავს მეგობრებში თევზები, აუცილებლად გადაუზიარე ეს ვიდეო. ვნახოთ რა შემოვა შენ ცხოვრებაში, რა წავა შენი ცხოვრებიდან და რა არის რჩევა შენთვის. ნოემბრის თვეში შესაძლოა შენი ხედვა არ იყოს სრულყოფილი და ძალიან ბევრ რაღაცას ვერ აღიქვამდე ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის. და შენი რეალობის აღქმა გამომდინარეობს უფრო მეტად ნოემბრის თვეში შენი შიშებიდან. შენი ქვეცნობიერი შიშები ამ პერიოდში დაიწყებენ ზედაპირზე ამოსვლას, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ისეთი კატასტროფული სიტუაცია ნამდვილად არ გაქვს ცხოვრებაში, როგორც შეიძლება შენ აღიქვამდე და როგორც შეიძლება შენ ხედავდე შენ ცხოვრებას ნოემბრის თვეში. ეს განცდა არის შენი შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ და რეალობაში არ არის ის პრობლემები, რომელიც შენ წარმოგიდგენია. ნოემბრის თვეში ასევე შეიძლება იყოს ცოტაოდენი პაუზა, სამყარო გაჩერებს, რათა შენ ჩაიხედო შენს სულში და შენს შინაგან სამყაროში. შენ გიწევს, რომ ცოტათი შეანელო ტემპები და ორიენტირდე თუნდაც შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შენს ემოციებზე, გადახედო თავიდან შენს მსოფლმხედველობას, შენს ღირებულებებს და თავიდან ჩამოაყალიბო ეს ყველაფერი. ეს პაუზა მხოლოდ იმისთვის არის, რომ შენ შინაგანად გაიზარდო და იმისთვის არის, რომ შემდეგ მომავალში უკვე შენ ცხოვრებაში შემოვიდეს სიახლეები. მოდი დავამატებ კიდევ ერთ არკანს. კი. შესაძლოა შენ მოგიწიოს თვალი გაუსწორო შენს შინაგან სამყაროს სწორედ იმიტომ, რომ ამ თვეში შენ უნდა აღმოაჩინო შენი რეალური სურვილები და შენი რეალური მიზნები. ის რაღაც, რასაც შენი სული ოცნებობს, ან შენი მაღალი მე ოცნებობს უკვე ძალიან დიდი ხანია და შენ ამ ყველაფერს ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ ძალიან ხარ გადართული მატერიალურ სამყაროზე, ძალიან ხარ გადართული რაღაცების მოპოვებაზე, ამ ფულის გამომუშავებაზე, სამსახურზე და აი ეს რაღაცა მნიშვნელოვანი, რაც შენს გულშია დაგავიწყდა. და ეს პერიოდი სწორედ არის გამოფხიზლებისთვის, სამყარო გეუბნება, რომ შენ ცხოვრებაში შენ გეძლევა შანსი, რომ ძალიან დიდი ხნის ნანატრი ოცნება აიხდინო. ის რასაც შენ ოცნებობდი ბავშვობაში და აღარც კი გეგონა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. და სწორედ იმისთვის, რომ ეს ოცნება ასრულდეს, შენში უნდა გაათავისუფლო სივრცე და ადგილი. და ნოემბრის თვე სწორედ ამას მოგიტანს, რომ რაღაც ეტაპზე შენი შიშები, რომელიც ქვეცნობიერშია, წამოვა ზედაპირზე, იმისთვის, რომ შენ შენს თავს უმკურნალო, იმისთვის, რომ მოახერხო განკურნება და გათავისუფლება. და ეს პაუზა იმისთვის არის, რომ შემდეგ უკვე ახალი რეალობა შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, ის რაზეც შენ ოცნებობდი. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ დაგრჩა კითხვები, რომელზეც ახლა ვერ უპასუხე ამ გაშლით, გელოდები პირად სესიებზე.